ჩვენთან არის ღმერთი. დღეს არის ხსენება საოცარი ქართველი მოღვაწისა, რომლის ცხოვრებაც ჩვენ ნაწილობრივ ღმერთის წყალობით ვიცით და ეს ადამიანი შეიძლება ითქვას ეპოქალური ადამიანია. ხსენება არის არსენი დიდისა კათალიკოსისა. ეს ადამიანი იყო მოწაფე გრიგოლ ხანძთელის. შესაბამისად მოღვაწეობდა მე-9 საუკუნეში. თქვენ იცით გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება რამდენად მასშტაბურია, რამდენად დიდია ეს თვითონ გრიგოლ ხანძთელი და ყველა მისი მოწაფეთაგანი. და ალბათ გავსოთ მისი ცხოვრებიდან, რომ რაღაც პერიოდში გრიგოლ ხანძთელმა უცნაური საქციელი გააკეთა, რაც მღვდლებისთვის და ბერმონაზვნებისთვის იყო წარმოუდგენელი. აიყვანა ორი ბავშვი, ერთი არსენი, რომელიც ესე იგი ბერობაში არსენი დაერქვა და მეორე ეფრემი. აი ეს ორი ბავშვი, რომელზედაც ჩვენ გვექნება საუბარი დღევანდელ დღეს. მაგრამ რო არ გაუსწროთ წინ ამ მოვლენებს, როგორ იყო არსენის ამ კათალიკოსის ჩამოყალიბების ისტორია. ხო, დაწვრილებითი მისი ცხოვრება ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რაც არის აღწერილი ხანძთელის ცხოვრებაში, ამას მოგითხრობთ. დაახლოებით შუა ნაწილში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა ჩვენ ხვდებით ესეთ თხრობას. ხანძთელს მოგეხსენებათ უამრავი მოწაფე ყავდა, აღმშენებელი იყო ბევრი მონასტრისა და წინამძღვრები, ეპისკოპოსები იყვნენ მისი სულიერი შვილები. თავად არ გამხდარა ეპისკოპოსი, თქვენ იცით მისი ცხოვრებიდან, როდესაც ჯერ მღვდლად აკურთხეს, ის უარზე იდგა, მაგრამ როცა ეპისკოპოსად კურთხევა დააპირეს მისი, ის ცნობილ სიტყვებს ამბობს, რომ აც პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის. პატიჟი ძველი ქართული სიტყვა დაპატიჟებას არ ნიშნავს, ნიშნავს სასჯელს. ესე იგი, თუ პატივს ვხედავ მე ამ ეპისკოპოსობაშიო, მეშინის სასჯელისა. და დაახლოებით თუ არ ვცდები 102 წლის გარდაიცვალა ხანძთელი და მთელი ამ ცხოვრების განმავლობაში იყო არქიმანდრიტი უდაბნოთა. და ეს ორი ბავშვი, როგორც მოგახსენეთ, თხრობა ესეთია, რომ თეოდორე და ქრისტეფორე, მოწაფეები ხანძთელის, მიდიან აფხაზეთს და შეივლიან ერთ-ერთ ადგილას, სადაც არის დიდებულის სახლი მირიანისა, სამცხეში. და თვითონ ამბობენ ეს მოწაფეები, რომ ჩვენ გაჩერება გვინდოდა გზაში გაგვეთენებინაო, რომ გაგვეგზელებინა მეორე დღეს გზა, მაგრამ გაიგო რა, მირიანმა ეს ამბავი შეიპატიჟა თავის სასახლეში. და მეფე არ ყოფილა, დიდგვაროვანი კაცი იყო ეს მირიანი და დედაკაცი ყავდა ცოლად, სახელად კრავი, უცნაური სახელია, მე მაგალითად არ შემხვედრია ძველ ქართულ წყაროებში, დედაკაცის სახელი კრავი და იქვე გაახსნილია რატომაც, რადგანაც მხევალი იყო ქრისტესი, ანუ კრავივით შეწირული ფაქტობრივად. და მირიანმა ამ ტრაპეზობის ჟამს, სანამ დაეძინებოდათ და დაიძინებდნენ, დაისვენებდნენ ეს ბერები, გამოიყვანა თავისი 3 ვაჟი და დედაკაცს ეუბნება თავის ცოლს, რომ ერთ-ერთი მათგანი უნდა შევწიროთ ღმერთს, მონაზონთა მორჩილება უნდა აირჩიოს მან. და ეს იყო დაახლოებით 6 წლის ყრმა, რომელიც შემოსეს მამებმა, ამ ქრისტეფორემ და თეოდორემ, სამონაზნო შესამოსლით, არსენი უწოდეს, მაგრამ ჯერ არ წაუყვანიათ, წავიდნენ აფხაზეთში. რამოდენიმე ხანში ისინი ბრუნდებიან კვლავ ტაო-კლარჯეთისკენ მოდიან, ხანძთელმა მოიწვია კვლავ ისინი. და ერთად რომ მოდიან, ხანძთელთან ერთად ბრუნდებიან აფხაზეთიდან, ეუბნებიან გრიგოლს, რომ მამაო, ჩვენ უნდა შევიაროთ ერთ-ერთ სახლში, აქ დატოვილი გვყავს ყრმა, ვინმე არსენი წოდებული,
არსენად წოდებული, უნდა წავიყვანოთ ხანძთას. გარდა ამისა, მეორე ყრმაც იყო ალბათ მეზობელი, ან იქვე ცხოვრობდა სადღაც, ყრმა ეფრემი. ეფრემი მასზე, ანუ არსენზე უფროსი იყო რამოდენიმე წლით. აი ეს ორი ყრმა წაიყვანეს მონასტერში, მაგრამ ჩაიყვანეს რა ტაოკლარჯეთში. ძმებმა დიდი უარი განაცხადეს. მოგეხსენებათ, ბერებს არ ასწალიათ ბავშვებისთვის. თქვენ ვერ მონახავთ ვერცერთ მონასტერში ათონზე რომ ბავშვი იყოს აღსაზრდელად იქ. ბერებს იმდენად რთული ტიპიკონი აქვთ ყოველდღიური, რომ ბავშვებს ზდიონ მათ, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. და როცა დაინახეს ბერებმა უამრავმა, რომ ეს ბავშვები ორი ჩამოიყვანეს მონასტერში, დიდი უკმაყოფილება ჩამოვარდა მათ შორის. და უთხრეს, ამათ ვინ მოულის, ვინ აღზრდის ამათო. მაგრამ თქვა ხანძთელმა, როგორც ყოველთვის, ესეთი სიტყვები, რომ მე მესმის ჩვენი ტიპიკონური განსაზღვრება, მაგრამ თავად ქრისტე ღმერთმა მითხრა მე. რამხელა სულიერებაა, ეს სულიერება შემდგომშიც გამოვლინდება ხანძთელში. ესე ქრისტე ღმერთმა მითხრა მე, რომ ეფრემი იქნება ასურივით მოღვაწე, ხოლო არსენი იქნება არსენ რომაელივით. და დატოვეს ამის შემდეგ ეს ბავშვები. შემდგომ წყდება მათზე თხრობა, ჩვენ არ ვიცით არსენისა და ეფრემის ეს მდგომარეობა როგორ იზრდებიან, რა თქმა უნდა მონასტერში არიან, მოწყვეტილები ალბათ თავიან მშობლებს და ვხედავთ უკვე კაცებად. ეფრემი აწყურის ეპისკოპოსი ხდება, სხვათა შორის სწორედ ეფრემ მაწყვერელმა განაჩინა ქართლში მიხრონის კურთხევის საიდუმლოება მე-9 საუკუნეში. არსებობს სხვადასხვა ვარიაციები და თხრობანი, რომ თითქოს მე-5 საუკუნიდან ხდება დადგენილი ქართლში მირონის კურთხევა, მაგრამ სხვადასხვა უზვირფასესი წყაროების თანახმად, სწორედ მე-9 საუკუნეში მოიპოვებს ეფრემ მაწყვერელი, აი სწორედ ეს ბავშვი ყოფილი ეპისკოპოსი აწყურისა, მიხრონის კურთხევის საიდუმლო სასრულებას ქართლში. და მე-9 საუკუნიდან მოყოლებული, ვიდრე დღევანდელი დღის ჩათვლით, ჩვენ სვეტიცხოველში ხარშავთ მოგეხსენებათ მირონს, როდესაც ის საჭიროება, მისი საჭიროება ხდება საქართველოს ეკლესიაში. ამ კაცის დამსახურებაა. ესე განჭვრიტა ხანძთელმა, როგორი ადამიანები იყვნენ ესენი. ეხლა მეორე, ეს უფრო პრობლემური კაცია არსენი. როგორც გითხარით, რამოდენიმე წლით პატარაა ეფრემზე და ხდება ესეთი რამ, რომ წამოიზრდება არსენი, მამამისი მირიანი, დიდგვაროვანი, გადაწყვეტს არსენის კათალიკოსად კურთხევას და ჯულის კანონის უარყოფის და გვერდზე ავლის შედეგად მოიწევს რამოდენიმე ეპისკოპოსს, დიდგვაროვან კაცს და ჩუმად აკურთხებენ მას კათალიკოსად. ატყდება ერთი ამბავი. როგორ შეიძლება ჩუმად სინოდის სასულიერო პირთა გარეშე დაადგინო მძლავრობით შენი ავტორიტეტის გამო, დიდგვაროვანი იყო მოგეხსენებათ არსენის მამა მირიანი, დაადგინო შენი შვილი კათალიკოსად. აბსოლუტურად წარმოუდგენელი ანტირჯულის კანონიკური დადგენილება. ამაზე ატყდა მთელი ამბავი ქართლში და მოიწვიეს ამასთან დაკავშირებით ცნობილი ჯავახეთის კრება. შეიკრიბნენ ეპისკოპოსები, მათ შორის გამოჩენილი მოღვაწე იყო ეფრემი, რომელიც დაუპირისპირდა არსენს და ამბობს, რომ ესეთი უკანონო საქციელი მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა არის ფაქტობრივად არსენი, ერთად გავიზარდეთ მონასტერში, რჯულის კანონის მიხედვით ესეთი ადამიანი არ უნდა იყოს კათალიკოსი. შეიკრიბა უამრავი ეპისკოპოსი, სასულიერო პირები, გვარა მამფალი მათ შორის დიდგვაროვანი და
როგორც წერია ცხოვრებაში ხანძთერისა, ელოდებიან უდაბნოთა ვარსკვლავს, რომელიც ამ პერიოდში უკვე მოხუცია, ხანძთელს ელოდებიან. აგვიანებს ხანძთელი, მოხუცია, ნელ-ნელა მოდის ამ კრებაზე. და ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ცხოვრებაშია ნათქვამი. ამ პარტავნულად თქვა, რას ველოდებით ამ კაცს ჩვენ? რა სხვა ვარსკვლავი არ არის ჩვენშიო? მაგრამ ყველამ გააჩუმა ის კაცი და უთხრეს, რომ შენ ვერ გაბედავ ხანძთელის გარეშე, ამ არქიმანდრიტი ბერის გარეშე რაღაცის გადაწყვეტას. ერთადერთი ღვთივსულიერი, ღვთივგაბრძნობილი სიტყვა იქნება მისი ბოლო. და მოვიდა და გვირგვინით მოსილი იყო, უბრალო შესამოსლით შემოსილი კაცი, უკვე მოხუცი, მოვიდა ამ ჯავახეთის კრებაზე და ჩუმად ეუბნება ეფრემს. იცოდა ეფრემის დამოკიდებულება. თქვენ ახლა გეგონებათ, რომ არსენს ჩამოაგდებს ტახტიდან. ეუბნება ეფრემს. არსენის წინააღმდეგ ვინც გამოდის. ნუ დაუშლი შენ ძმას არსენს კათალიკოსობას. გაგვირდება ეფრემი. როგორ მამაო ეუბნება, ეს ხო რჯულის წინააღმდეგ არის. ეს ეუბნება ქრისტე ღმერთმა განაწესა თავად კათალიკოსობა არსენისა. ისე როგორ განჭვრიტა ხანძთელმა, რომ არსენი ისედაც უნდა ყოფილიყო კათალიკოსი. უბრალოდ მძლავრობითად გაუსწრო ამ მოვლენებს მამამისმა. ღვთივ განჩინებით ისედაც უნდა მომხდარიყო ეს ამბავი. მაგრამ მძლავრობით ეს არასწორი იყო, კი, გასაგებია, მაგრამ ადრე იქნება თუ გვიან მაინც კათალიკოსი უნდა გამხდარიყო არსენი. ხანძთელი ამას ამბობს. და შესაბამისად ეფრემი ეუბნება, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი, მე არ წავალ ამ ყველაფერზე. და ხანძთელი ეუბნება, უკე თუ არა დაუთმობ შენ ძმას არსენს, არღარა ვიქნები მოძღვარი შენ. და გაჩუმდა ეფრემი. სადაც ამ მამაი გრიგოლი არს, მე უბნად ვრჩებიო. ისე უთყვათ, ვერანაირად ვერ ვილაპარაკებ. ამბობს ეფრემი და ამით დაასრულა ეფრემთან საუბარი. შესაბამისად, ხანძთელის რამოდენიმე სიტყვით სულ არსენი დარჩა კათალიკოსად და მთელი ჯავახეთის კრება დაეთანხმა ამ განჩინებას. ხა თქვენ იტყვით, როგორ შეიძლება ეს რაღაცები აკეთოს ადამიანმა? რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ეს არის გამონაკლისი შემთხვევები. რჯულის კანონი უნდა რჯულის კანონობდეს, რა თქმა უნდა. მაგრამ როდესაც არის ისეთი მოვლენები და ისეთი ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში, რომლებიც ამ რჯულზე ზემოთ დგანან, ხანდახან არიან ესეთი ადამიანები. მაშინ მთელი ეკლესია ამ ღვთივ გაბრძნობილ ადამიანებს უსმენს. როგორც ხანძთელი და კიდე სხვა ადამიანები. თუნდაც როგორც მამა გაბრიელი, ახალი წმინდანი ჩვენი, სალოსი და სხვა. ამაზე მაღლად დგანან. ჩვენთვის არის ჯული, როცა არ ვიცით რა გავაკეთოთ. მაგრამ როდესაც არის განჭრეტა ღვთის სიდიადისა და ისეთ დიდ სიწმინდესთან მიახლოება, როგორც ხანძთელის მოღვაწეობა, აქ ყველა მიცოდა, რომ ეს ტყუილა არ იტყვის ამ სიტყვებს. როცა ამბობს, რომ ქრისტე ღმერთმა გამომიცხადა, ყველა მიცოდა, რომ ეს ამპარტავნული თქმა კი არ იყო. ეს იყო ძალიან დიდი ლოცვითი გამოცდილების შედეგად ნათქვამი. და კიდე საოცარი მდგომარეობა ხანძთელისა. იმ დღეს ვეკითხებოდი ჩვენ დიდ მოძღვარს აკადემიაში, რანაირად შეიძლება რომ მთელი ტიპიკონი დაისწავლოს კაცმა და აქ ქართლში ჩაწეროს ტიპიკონურად. ესე იგი, ცნობილია რომ მოიარა სხვადასხვა ადგილები, კონსტანტინოპოლში იყო ხანძთელი და იქიდან ჩამოიტანა განწესება ეკლესიისა. და ედი შერჭელიძე გვეუბნება, ზეპირად იცოდა მანო. კი არ წერდა, ზეპირად იცოდა ამ კაცმა ყველაფერი. და თქვენ თუ წაგიკითხავთ ბავშვობა როგორი იყო ხანძთელისა ზოგადად, ყურადღებას მიაქცევდით, რომ
თუ კი ბავშვები თამაშობდნენ, იმას არ აინტერესებდა ეს ამბავი. სულ სწავლაში იყო, დღე და ღამე სწავლობდა. და იმდენად განვითარებული გონება ჰქონდა ამ კაცს, რომ ზეპირად მთელი საგალობელთა კრებული იცოდა. განწესება კი არა, სად უფალო შეგვიწყალე და სად მამაოჩვევ, ეს კი არა. თვითონ მუხლები დოგმატური ზეპირად იცოდა ამ კაცმა. და რომ ჩამოიტანა აქ გონება სავსე კაცმა, მერე ჩაიწერეს ტიპიკონურად უკვე აქ საქართველოში. ასეთი კაცი იყო ხანძთელი და ღვთივგაბრძნობილი, უდიდესი მლოცველი, რა თქმა უნდა. ეხლა რო ვთქვით, რომ დიდი მოღვაწეები არიან თქო ეფრემი და არსენი მეორე მხრივ, კათალიკოსი, დიდი, ესე ეწოდება საქართველოს ეკლესიის კალენდრებში, არსენ დიდი კათალიკოსი. რა გააკეთა ამან ისეთი დიდი რო ეწოდა მას. ცნობილია მისი ერთადერთი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ერთადერთი ძეგლია ცნობილი მისი წერილობითი, რომელსაც ეწოდება განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა. ესეთი ძეგლი არის, ძალიან პატარა ძეგლია, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, დოგმატურ კანონიკურ დებულებებში არის შესული, ანუ კანონიკურ კრებულები სადაც არის ეკლესიისა, იქ შეიძლება ნახოთ. დაახლოებით არის 11 გვერდი. ჩვეულებრივია რამოდენიმე 1 საათში რო წაიკითხავ კაცი, ძველი ქართულით არის ნახსენები. უფრო მნიშვნელოვანი ეს ძეგლი არის ისტორიოგრაფიის კუთხით. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ სომხები ცუდები არიან და ჩვენ ქართველები კი არა. ამაზე არ არის საუბარი. საუბარი არის იმაზე, თუ რატომ უარყო სომხეთის ეკლესიამ მართლმადიდებლობა და როდის გაწყდა კავშირი ქართლსა და სომხეთს შორის. ესე სომხებზე კი არ არის საუბარი რომელიღაც კონკრეტულ პიროვნებებზე. არამედ არის საუბარი როგორც სახელმწიფოზე, რომელმაც აღიარა მონოფიზიტობა. თორე ცალკეული სომხები ჩვენთანაც არიან გორში და ყველგან არიან, რომელიც მართლმადიდებლებია. ამაზე არ არის საუბარი. საუბარი არის სახელმწიფო რელიგიაზე, შეიძლება ესე ვთქვათ. ქართლისა ერთი მხრივ და მეორე მხრივ სომხითისა. და რამოდენიმე ძალიან ის მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ ჩამოთვლილია სომეხთა კათალიკოსები, რომლებიც მიყვებოდნენ მონოფიზიტობას. მაგრამ რამოდენიმე მომენტია ახსნილი ისტორიოგრაფიის კუთხით არსენის მიერ, რომ სომეხთა მონოფიზიტობის ამბავი იყო სპარსელების გამო. ეს იყო სპარსელთა მეფის დაძალებით ეუბნებოდა ესეთ რამეს, ქართლი და სომხები იყვნენ ბიზანტიის მხარეს. და რადგანაც ბიზანტიასთან ჰქონდა ქიშპობა სპარსეთს, ეუბნებოდა სომხებს, რომ თქვენ უარყავით ის სარწმუნოება, რომელიც ბერძენთა სარწმუნოებაა. და მიიღეთ ისეთი, რომელიც არის ანტისარწმუნოება მათი. და ჩვენ დავრწმუნდებით და აღარ დაგიპყრობთ და გვეცოდინება, რომ თქვენ ხართ ანტიბიზანტიელები. და სომხებმა აიღეს ის მიმართულება მონოფიზიტობაში, რომელსაც ეწოდება იაკობიტთა ერესი. იაკობიტთა ერესი არის ერთ-ერთი მიმდინარეობა მონოფიზიტებში. მონოფიზიტები ერთნი არ არიან, რამოდენიმე დაჯგუფებაა და მიმდინარეობა, რთული ამბებია, ჩახლა რთული ამბებია. ერთ-ერთი მიმართულება იაკობიტთა არის სევეროს ანტიოქიელის მიერ დააფუძნებული, ანტიოქიის პატრიარქი იყო, რომელმაც დააფუძნა ეს მიმდინარეობა და მერე შემდგომში მღვდელი იაკობი ჩაუდგა ამას სათავეში და ამიტომ ეწოდა იაკობიტთა ერესი. აირჩიეს სომხებმა, ანუ სომხეთის ეკლესიამ, აი ეს მონოფიზიტური განხრა. და მთელი კათალიკოსები იცვლებოდნენ, რომლებიც აღიარებდნენ ამას. და არსენი ამბობს, რომ გაცვალეს სული ხორცში. ესე იგი, ქალკედონის კრება უარყვეს, ქართლმა არ უარყო. ამიტომაც დაატეხა მერე უბედურება ისტორიიდან გამომდინარე, ვიცით რა ამბები დაატეხეს ქართლს. სომხებმა უარყვეს.
გადარჩნენ ამით. ხორციელად გადარჩნენ არსენი ამბობს. სული გაყიდეს მათ. ეს პოლიტიკური ამბავი. და მეორე ამბავი სომხური ეკლესიისა არის ესეთი, რომ ადრეც მიხსენებია მე უფრო დოგმატური, ლიტურგიკული. წირვის პერიოდში ჩვენ ბარძიმში ვასხავთ ღვინის გარდა წყალს. როგორც მაცხოვრის გვერდიდან გადმოვიდა სიცხლი და წყალი, ასევე ღვინოს და წყალს ვასხავთ. ეს არის ორი ბუნების მაჩვენებელი, რომ ჩვენ ვართ დიოფიზიტები. და სომხები ეს ჯულის კანონით გელაპარაკებით შემოგონილი არ არის. ტრულის კრებაზე დადგენილი უკვე დადგენილება სომხეთის ეკლესიის საწინააღმდეგო. არის ესეთი, რომ სომხები ამბობენო, რომ მხოლოდ ღვინო უნდა გამოვიყენოთ ევქარისტიაში ჩვენო. წყლის გარეშე. და არსენს მოყავს მთელი რიგი წმინდა მამათა გამონათქვამები, სადაც აუცილებლად ღვინოსთან ერთად უნდა შეზავებული იყოს წყალი. რაც მაჩვენებელია ორი ბუნებისა. და ერთ-ერთი ფსალმონური სიტყვები მოაქვს არსენს, მიაწერს ათანასე დიდ ალექსანდრიელის სიტყვებს. ფსალმონური სიტყვები ესეთია, რომ უფლის ხელშია თასი და ღვინო დუხს შერეული სავსებით. რთული სიტყვებია. ათანასე დიდი ალექსანდრიელი არსენი ამბობს. ამ სიტყვებს განმარტავს ასეთი სახით, რომ უფლის ხელშია თასი ღვინით, ეს არის ერთი ბუნება მაცხოვრისა, საღვთო ბუნება. მაგრამ შერეული სავსებით, ესე იგი შერეულია ეს წყლით ღვინო, ეს არის მაჩვენებელი მისი ადამიანური ბუნებისა. და მთელი რიგი რამოდენიმე საკითხი არის სწორედ განხილული ამასთან დაკავშირებით. ასე რომ ევქარისტიულ კანონშიც და წირვის დადგენილებაშიც არის ძალიან დიდი სიმახინჯე სომხების მიერ განხორციელებული თავის დროზე და დაახლოებით მე-7 საუკუნეში უკვე წყდება ურთიერთობა დიოფიზიტ ქართლსა და მონოფიზიტურ სომხეთს შორის. და დღესაც მოგეხსენებათ უდიდესი წარმომადგენლები, უმეტესი წარმომადგენლები სომხური ეკლესიის არიან და რჩებიან იაკობიტები, ნახევარი მერე უკვე ხდება მათი გაკათოლიკება დაახლოებით მე-11 საუკუნეში, ამასაც იღებენ და მთელი აღრევა ხდება მერე ამ ეკლესიაში. როდესაც ქართლის ეკლესიაში ეს არასოდეს არ მომხდარა და ამასთან დაკავშირებით ძეგლის წერა რუის ურბნისისა კარგად იცით, რომ არასოდეს გიღალატეთ მართლმადიდებლობაო. არის ესეთი დადგენა პირველივე, ესე ვთქვათ, მუხლში რუის ურბნისის ძეგლის წერისა. ასე რომ, აი ესეთი ისტორია არის ამასთან დაკავშირებული და არსენმა ალბათ საჭიროებიდან გამომდინარე თავისი ეპოქისა დაწერა ეს სწორუპოვარი ძეგლი, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, საღვთისმეტყველო ნაშრომიც არის, კი? მაგრამ უფრო მეტად ვიდრე საღვთისმეტყველო, ეს არის ისტორია სომეხთა კათალიკოსებისა და როგორ ხდება მათი გადაბირება სპარსეთის მხარეს, რათა გადაარჩინონ თავიანთი ერი, ხორციელება, მაგრამ სულიერების ხარჯზე. ეს არის დოკუმენტი მე-9 საუკუნისა, ეს ჩვენი მოგონილი არ არის, რა თქმა უნდა. თქვენ შეგიძლიათ ყველამ ნახოთ, როგორც მოგახსენეთ, ძველი ქართული ტექსტი არსენ საფარელისა, არსენ კათალიკოსი დიდისა, რომელსაც ეწოდება განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა. ძალიან საინტერესო ძეგლია. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვა და უნარი ამ დამცველობისა. ჯვარი გეწევოთ.